თბილისი 24-25 აგვისტოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა პირველ რაუნდს უმასპინძლებს. საქართველოს 57 ქვეყნის წარმომადგენლები და ახლად დაფუძნებული ბანკის გენერალური მდივანი ეწვევიან. თბილისში იმსჯელებენ ბანკის საწყისი კაპიტალის თაობაზე, ასევე გაეცნობიან აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატებს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ჟაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადუნმა მიაწოდა. ჩინეთში მყოფი ნოდარ ხადური ქვეყნის პრეზიდენტ სი ძინპინსაც შეხვდა. საუბარი არის დაახლოებით 500 მილიარდ დოლარამდე, რომელიც ეკნებათ მათ და მომავალში არ გამორიცხავენ ამ თანხის ზრდას. მე მინდა გითხრათ, რომ მე გარდა ამისა მქონდა ორმხრივი შეხვედრები, შევხვდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს და მასთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბრის დროს ჩინეთის მხარემ დაადასტურა, რომ საქართველო მათთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა, ისინი მზად არიან ამ ბანკის მეშვეობით და ასევე სხვა ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით ხელი შეუწყონ ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებას. ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტს ხელი 28-29 ივნისს პეკინში მოეწერა. ბანკი მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და მისი კაპიტალი დაახლოებით 500 მილიარდი დოლარი იქნება. ბანკის უმსხვილესი წილის, ანუ 30%-ის მფლობელი ჩინეთია. საერთაშორისო ანალიტიკოსების შეფასებით, ახალი ბანკი მიზნად მსოფლიოში ჩინეთის ეკონომიკური გავლენის გაძლიერებას ისახავს.